ჩვენთან სტუმრად არის ყბასახის ქირურგი ბატონი გიორგი ბანცაძე. მოგესალმებით ბატონო გიორგი, ძალიან დიდი მადლობა რომ მოგზანდით. მოგესალმებით ჩვენ ტელემაყურებელს. იცით რა, ასეთი კითხვა მაქვს პირველი, აი სტომატოლოგია არის ყბასახე, არის სტომატოლოგია თუ უფრო ფართო სამედიცინო ჩარევა? ზოგადად ყბასახის ქირურგია არის დარგი, რომელიც მოიცავს როგორც სტომატოლოგიას, ასევე ზოგად მედიცინას. ვინაიდან არის შემთხვევები, კონკრეტული დაავადებები, რომლებიც პირის ღრუს ხდება, კბილებს ხდება და გარკვეული დაავადებები, რომელიც ვითარდება სახის, კისრის სხვადასხვა მიდამოებში. და არა მარტო ჩვენ, არამედ ხშირ შემთხვევაში ჩვენი მეგობარი კოლეგების ჩართულობაც კი ხდება ხოლმე საჭირო. ამიტომ აი ესე მუდმივი კოლაბორაცია გვაქვს სტომატოლოგიას და ზოგად მედიცინას. ხო, იმიტომ რომ ქირურგია უკვე ზოგჯერ ცდება ხოლმე, ანუ ხოლმე სტომატოლოგიით ვერ შემოვიფარგლებთ. ან სტომატოლოგიაში არის ესეთი პროცედურები, რომელიც ქირურგიას ნიშნავს, ხო? ანუ ამას ანესთეზიაც სჭირდება, სტერილური პირობები სჭირდება, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. თერაპევტი სტომატოლოგი, რას ნიშნავს თერაპევტი სტომატოლოგი? ეხლა დღეს აი უმნიშვნელოვანესია ეს, რომ გავაგებინოთ, მე ვეკითხები ხოლმე ხშირად მაყურებელს ადამიანებს და ზოგჯერ არიციან თქვათ ვის მიმართონ, როგორ მიმართონ, აი რა შემთხვევაში უნდა მიმართოს ადამიანმა ქირურგს, ყბასახის ქირურგს და რა შემთხვევაში უნდა მიმართოს თქვათ სტომატოლოგს? თერაპევტი სტომატოლოგი ეს არის მნიშვნელოვანი ამ რგოლის დარგი, ვინაიდან გარდა იმისა, რომ საჭიროება მოითხოვს თუ არ მოითხოვს, გეგმიურადაც კი უნდა მივაკითხოთ მინიმუმ წელიწადში ორჯერ მაინც, სულ არაფერი გვაწუხებდეს, უნდა მივიდეთ. იმიტომ რომ პირველად ესე ვთქვათ, შემოწმება ხდება თერაპევტ სტომატოლოგისგან. პროფილაქტიკური მიზნებით, პრევენციის მიზნით და ხშირ შემთხვევაში ჩვენი კოლეგა თერაპევტების მიერ დასმულა ესეთი დიაგნოზი, რომ ჩვენთან გადმომისამართებულა მე ჩვენ გაგვიგრძელებია მკურნალობა, ესეთი შემთხვევითი ის ყოფილა აღმოჩენები. გარდა ამისა, საჭიროება არის თუ არა, გეგმიურადაც ვაკითხავთ. ელემენტარული წმენდა, ჰიგიენა, პროფესიონალურ დონეზე. ეს არის თერაპიული, კარგი, და სასტრაფო ქირურგია. სასტრაფო გადაუდებელი, ეს არის უკვე გარკვეული ნოზოლოგიები. რა შემთხვევაში ამბულატორიულს თუ გულისხმობთ, ეს არის ძირითადად ინფექციური მიმდინარეობები, ტკივილები, ანუ ინფექცია შეიძლება იყოს გარკვეული კბილის გართულება, აბსცესებით, პერიოსტიტებით, შორს თუ წავალთ მე ის ქვეშა აბსცესებით, ფლეგმონებით და ასე შემდეგ. ხო, ეს ფლეგმონა საკმაოდ საშიში, ერთ-ერთი საშიში გართულება. შეიძლება საცოცხლოდ ჩვენებაც არის ხოლმე. აი ფლეგმონის დროს, მაგალითად ფლეგმონა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული, აი როგორ ხდება ადამიანი, თქვენ რო ფლეგმონა აქვს, აი როგორ ხდება, რომ მოვიდეს, თქვათ, სასწრაფოდ. კლინიკა საკმაოდ ისეთია, გამოხატული. დიახ. მზარდი შესეებით იწყება, პირის ღრუს გადაადგილების, ქვედაყბის გადაადგილების შეზღუდვით, ხშირ შემთხვევაში ყლაპის გართულებით. გააჩნია რა ლოკაციის ფლეგმონაა და გამომდინარე იქიდან შესაბამისი კლინიკური ნიშნებიც თვალში საცემი ხდება. რაც პირველ რიგში ეს არის ასიმეტრია სახის, ტემპერატურის მატება, შეუძლოთ ყოფნა და ასე შემდეგ. კარგი, აი, როდესაც ხდება ნერვულ დაბოლოებებზე ჩარევა, ნერვულ არხებზე ჩარევა, ამ შემთხვევაში რამდენად უსაფრთხოა ქირურგია? როდესაც ახლოს ვართ ნერვულ არხებთან. ანუ ჩარევას გულისხმობთ ალბათ ელემენტარული კბილის ექსტრაქცია, ამოღება, ექსტრაქცია რო ავუხსნათ პაციენტს ჩვენს მაყურებელს, რომ ეს არის თქვათ კბილის ამოღება. კბილის ამოღება. კი ბატონო, ანუ დღევანდელი მაღალ ტექნოლოგიური კვლევები, როგორიც არის CBT, ანუ 3D ხალხში კარგად ცნობილი კომპიუტერული ტომოგრაფია, კი ბატონო. ანუ გვაქვს საშუალებას, რომ წინასწარ მოხდეს დიაგნოსტირება, წინასწარ დაიგეგმოს, თავიდან აცილებული იქნას სხვადასხვა გართულებები და პრინციპში დაგეგმარებაც ისე მაღალ დონეზე შესრულდეს, რომ ნაკლებად რაღაცა გართულებას შეგვექნას. გამომდინარე იქიდან, რომ კომპიუტერული ტომოგრაფია მონაწილეობს და დიდ როლს თამაშობს ამ და უმალ გაქვთ ის პასუხი, შეგიძლიათ მიიღოთ გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა, კომპიუტერული ტომოგრაფიის თითქმის უკვე დღევანდელ დღეს საქართველოში თითქმის ყველა კლინიკასთან ახლოს არის, მეზობელ კლინიკაში, სადაც ხდება კვლევის ჩატარება და დაახლოებით 10-დან 15 წუთამდე, პასუხიც არის ვიზუალიზდება სურათი, სად რა ანატომიური მდგომარეობა, სად რა პროცესი გვაქვს, სად როგორი ნერვული დაბოლოება, რა არხთან პირობითაც ნერვი გადის, როგორი მდგომარეობა აქვს კბილს. ეს ყველაფერი ჩვენი კარგად შესრულებული საქმის
პრევენცია ესე ვთქვათ. დიახ და ძვლის ატროფიაზე რას გვეტყვით? რას ნიშნავს ძვლის ატროფია? ძვლის ატროფია ეს არის შეუქცევადი პროცესია, რომელიც მიმდინარეობს სხვადასხვა მიზეზებიდან. ანუ ფართოდ სისტემურად მე არ შევეხები, არსებობს დარგი სპეციალური, რომელიც ჩემზე უკეთესად ისაუბრება ამაზე, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში ძირითადი ატროფია მიმდინარეობს კბილების დაკარგვის შემთხვევაში. ეს არის ესე წოდებული ადენტიები. აი დაკარგა ადამიანმა კბილი და რა ხდება შემდეგ? აი ატროფიის შემთხვევაში. კბილის დაკარგვის შემთხვევაში დაახლოებით პირველი 1 წლის განმავლობაში მნიშვნელოვან მოცულობას შემცირებას იწვევს ძვალი. ვინაიდან გარდა ესთეტიური გარდა იმის რომ ხეჭვაში მონაწილეობს კბილი, გარდა ამისა არის გარკვეული იმ ზონის ტროფიკის გამაძლიერებელი, გარკვეული რაღაცა ზონას ქმნის, რის შედეგადაც იმ ზონაში კბილი ძვალი უფრო ყარად დგას და უფრო მასიურად არის. თუ ექსტრაქცია ჩატარდება და არის ხოლმე საშუალება რომ აიზახენა ძლოვანი გრაფტი შევიტანოთ თუ შევიტანოთ. კი, ან გადანერგვა გადავიკეთოთ. კი ბატონო. ყოველთვის თანამედროვე სტომატოლოგია რეკომენდაციას უწევს, რომ ამოღებული კბილის მიდამოში ექსტრაქციის შემდგომ ჩატარდეს ძლოვანი გრაფტის შეტანა. ეს რა თქმა უნდა თუ გვაძლევს ამის საშუალებას, რომ ატროფიაც ნაკლები ხდება და გარკვეული პერიოდის შემდეგ უკვე შეუძლია რომ პაციენტი იმპლანტაციისთვისაც მოემზადოს. სინუს ლიფტინგი. აი ესეთი სინუს ლიფტინგი აქტუალურია ძალიან აქტუალურია და აბსოლუტურად გაუგებარია ბევრი ადამიანისთვის. რა არის სინუს ლიფტინგი? მოგეხსენებათ, რომ ყასახის მიდამოში გვაქვს ზედაყბის წიაღი, ჰაიმორის წიაღები. აქაც არის ზოგჯერ ფიზიოლოგიური მდგომარეობა, რომ ყბის ძვლის სისქე არ არის იმ კონდიციაში, რომ შეიძლებოდეს იმპლანტის ჩასმა. გარკვეული ზომებია, იმ ზომაზე ბევრად ნაკლებია. ან უბრალოდ ფიზიოლოგიურად პაციენტს აქვს ის პნევმატური წიაღები, რომელიც საშუალებას არ ეძლევა, რომ იმპლანტაცია ჩატარდეს. ამ შემთხვევაში გარკვეული მეთოდიკა ესე წოდებული შნაიდერის მემბრანის აშრევება ხდება დაუზიანებლად, ძლოვანი გრაფტის შეტანა ისე და გარკვეული პერიოდის მერე, რამოდენიმე თვის მერე, 6 თვეს პლუს უკვე ხდება იმპლანტის მოთავსებაც. და აი ეს იმპლანტაციაზე მითია თუ რეალობა, ეს საფრთხე ასე ვთქვათ. საფრთხე ვიტყოდი ესე რომ საფრთხე თუ იმ პროტოკოლით იქნება დაცული ყველაფერი, იგივე პაციენტთან რეკომენდაციების, პაციენტისგან რეკომენდაციის შესრულება, ასევე წეგანო ახსენე ეს მაღალტექნოლოგიური კვლევებად ითვლება, ეს გარკვეული რევოლუცია შეიძლება ითქვას ეს დაგეგმარება. გარდა ამისა, ბოლო დროს საქართველოშიც, ბოლო დროს იგულისხმება რამდენიმე წელიწადია უკვე ნავიგაციური ქირურგია გამოიყენება, ესე წოდებული შაბლონები. ეს ნავიგაციური ქირურგია რო უფრო აგვიხსნათ. ნავიგაციური ქირურგია ეს არის წინასწარ დაგეგმარებული, გარკვეული ანაბეჭდებით, გარკვეული ანაბეჭდებით იღებთ ალბათ უკვე. კი ბატონო, ეს ლაბორატორიაში მზადდება. და ესე წოდებული წინასწარ დაგეგმარებულია რა ზონაში, რა კუთხით, რა გრადუსით, სად რომელი წეგანაც ვახსენეთ რა ნერვი გადის, ნერვთან რამდენად ახლოს არის მეზობელი კბილების მდებარეობა. ნაკლებად ინვაზიურიც არის ეს შაბლონით ნავიგაციური ქირურგით გაკეთება იმპლანტაციის და პლუს ამას კბილების ამ საომალოთ ის გვირგვინები უფრო რაციონალურად არის ათვისებული. ძალიან ხშირად არის რომ პაციენტებს აქვთ შიში. ანუ შიშის გამო ვერ მოდიან. თქვათ, აი რამდენად როდესაც თქვენ უხსნით პაციენტს, აი რამდენად ხშირად არის რა იგეთანხმებათ პაციენტი იკეთებს პროცედურას, იმიტომ რომ ეს შიში დღემდე ვერ აღმოიფხვრა, მართლა პრობლემურია. არა და უკვე იცით რა ბავშვებში თქვათ ვცდილობთ უკვე ჩვენ ექიმები ყველა დარგში, რომ ბავშვისთვის ეს იყოს აი ფსიქოემოციურად, რომ მოდის კლინიკაში ეს იყოს ბედნიერება, თეთრი ხალათის შიში რო არ გქონდეს, ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში, ხო, თქვენ შემთხვევაში და ყასახის ქირურგიის, სტომატოლოგიის შემთხვევაში დიდებიც კი, ანუ დიდებთანაც რთულია ეს, რომ ეშინიათ. ჩემი ძალიან ბევრი მეგობარია, მაგალითად, რომ არა, ეხლა ვერ წავალ, ძალიან მეშინია. რატომ ხდება ესე და რამდენად ხშირია ეს პრობლემა? გეთანხმებით, რომ ხშირია, დავიწყებ იქიდან, რომ ახსენეთ რა ასაკობრივადაც პატარების დიდებიც. ეს ყველაფერი მოდის უფრო აი წინათაობიდან, ვინაიდან ეს საანესთეზიო საშუალებები, მოგეხსენებათ თქვენ საანესთეზიოლოგიურ ძალადებით და ჩემზე ბევრად უკეთესად იცით კევილის მედიცინა. არაძლევდა საშუალებას, რომ მოხდარიყო სრული ანესთეზიის დადგომა, ეს ძველი თაობების საანესთეზიო საშუალებებზეა. ახლა აღარ გადავალ იმ ფარმაკოლოგიაში და როგორ მოქმედება.
ამიტომ ეს ყველაფერი შეცვალა თანამედროვე თაობის საანესთეზიო საშუალებებმა. გარდა ამისა, ძალიან აქტუალურია დღევანდელ დღეს ზოგადი გაუტყივარებით ბალანსირებული ანესთეზიით. კი, ანესთეზიით როდესაც იძინებს პაციენტი. კი ბატონო, ანუ ეს სერვისი ძალიან კომფორტულია. კი ბატონო, ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში ეს ჩვეულებრივ აპრობირებული მეთოდია. ტკივილის მედიცინა არსებობს უკვე და ამის საქართველოს არ ჩამოვარდა. ბლოკიც კეთდება ამ შემთხვევაში, ან თქვენი მხრიდანაც არის ხარდაჭერა და ჩვენი მხრიდანაც, როდესაც აძინებ პაციენტს უკვე და არანაირი შფოთი შიში. ნებისმიერი სტომატოლოგიური манипуляციის გაკეთება შეიძლება დღევანდელ დღეს. ეხლა მე დავკონკრეტებ ეხლა ორთოდონტიას ბრეკეტებზე არ არის საუბარი, აქ არის საუბარი თერაპიულ და ქირურგიულ დარგებზე. დღევანდელ დღეს ზოგადი ბალანსირებული ანესთეზიით შეიძლება ყველაფრის გაკეთება. ყველაფერი უმტკივნეულად, ისე რომ პაციენტს არ კონდეს შემდეგ შიში, დისკომფორტი და ტკივილი რაც თავარია. და შემდეგ უკვე ვაძლევთ ალბათ ტკივილ დამაკუჩებლებს და ეს უკვე ოპერაციის შემდგომ ის რეკომენდაციებია, წეგან აღარ აღვნიშნე ბოლომდე, რომ იმპლანტაციაზე რო თქვით, რომ გართულებ თუ აი ამ ღონისძიებებს ამ რეკომენდაციას პაციენტი შეასრულებს, დამჯერეთ რომ 99% ყოველთვის გამართლებული იქნება. ანუ პაციენტზე ძალიან დიდი წილი მოდის, ხო? კი ბატონო, იმიტომ რომ არის ხანდახან ესეთი, რომ აი დაუშვათ იმპლანტს თუ გავიკეთებ, მე ჰიგიენა აღარ მესაჭიროება, არა მარტო ის ადგილობრივ ჰიგიენაზე, რომ ის ოჯახის სახის პირობებში ყოველდღე რასაც კვილოს როგორც ვიხერხავთ და უულით. წელიწადში ორჯერ კონკრეტულად აი ჩვენი რო ვახსენეთ დარგის სპეციალისტები, თერაპევტებდანაც უნდა განხორციელდეს, რომ იქ ღრმა პაროდონტოლოგიური ესეთი წმენდა განვითარდეს ამაზე უკვე. ანუ ეს არ ნიშნავს მე მივედი, გავიკეთე, მოვიწესრიგე ყველაფერი, ანუ მე აღარ მივდივარ, აღარ მჭირდება ჩარევა. შეიძლება ეს კვილი შენი არ იყოს, თქვათ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ აღარ მიდიხარ, თქვათ, სტომატოლოგთან, თერაპევტთან მათ შორის და ანუ არ იტარებს სრულ სანაცვლოდ. ბევრად უფრო საპასუხისგებლოა, იმიტომ რომ ის ხო არ არის ჩვენი ორგანო, ხო, გადანერგილი და დაუშვათ. ეს არის მაინც უცხოსხეული, ამიტომ იმას უფრო მეტი ყურადღება ჭირდება, მოვლა, პატრონობა, რეკომენდაციის დაცვა. და სულ რო ყველაფერი კარგად მიმდინარეობდეს, წელიწადში გეგმეურად ორჯერ მაინც უნდა მივაკითხოთ მინიმუმ ჩვენ კურნალ თერაპევტს, იგივე ჩვენ ქირურგს, რომ შემოწდეს გაკეთდეს ეს წოდებული ჩეკაპი, რომ სად რომელ სეგმენტში რა გვიჭირს რა. რას ურჩევდით ჩვენს მაყურებელს? მაყურებელს ურჩევდეთ რაღაცას, რომ მიენდეთ ექიმებს, მათ პროფესიონალებს და დავიცვათ მათი რეკომენდაციები. და აუცილებლად მივიდეთ მასთან. აუცილებლად თუ არ მივედით, იცით რა არის დღევანდელი ციფრული სამყარო გაძლევს იმის საშუალებას, რომ რაღაცა მეზობელმა რაღაც დააპოსტა რაღაც ჯგუფში და ასე შემდეგ. ამიტომ პირველი გავანებოთ ყველაფერი კარგია, ის ChatGPT-იც, ის ხელოვნური ინტელექტიც, მაგრამ ამ ყველაფერზე ბოლოს მაინც პასუხისმგებელია მკურნალი ექიმი და კონკრეტულად ის კლინიკა. ამიტომ თავიდანვე ვითანამშრომლოთ და ექიმმა დასვას დიაგნოზი ChatGPT-ის ნაცვლად. ნაცვლად, კი ბატონო. მეც მაგისტერი ვარ. გეთანხმებით. მეც მივესალმებით. ძალიან დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენი სტუმარი. წარმატებას გისურვებთ და ბევრ ჯანმრთელ პაციენტს. დიდი მადლობა. ნახვამდის. კარგადანდებოდეთ. თქვენ კი არ გადართოთ, ახლა რეკლამის დროა. რეკლამის შემდეგ ჩვენ ვისაუბრებთ პერიოქირურგიაზე, რაც თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და აქტუალურია.